Yalla. Ke. მე ხა ცოტას გადავიწევი, თქვენ დაინახავთ ყველაფერს. მოგესალმებით ყველას. სანამ უშუალოდ დღევანდელი ვიდეოს მიმოხილვაზე და მიზანზე ვისაუბრებდეთ, მინდა მანამდე ორიოდე სიტყვით გითხრათ ჩემი არხის შესახებ, თუ რაზე იქნება ვიდეოები, თუ რაზე ვისაუბრებთ შემდგომში. და მინდა გაგაცნოთ ჩემი არხის სპეციფიკა. მოკლედ ვისაც გაინტერესებთ კაცებელი ფრინველები და მათ შესახებ ინფორმაცია, ბაზიერობა ზოგადად რას გულისხმობს ბაზიერი და მტაცებელი ფრინველით ნადირობა, გამოიწერეთ ეს არხი და ეტაპობრივად შევეცდები, რომ დავდო ვიდეოები, სადაც საშუალება გექნებათ გაიგოთ თუ როგორ უნდა მოუაროთ, გაზარდოთ ესა თუ ის მტაცებელი ფრინველები, მიმინო იქნება, ქორი, შავარდენი თუ სხვა მტაცებელი ფრინველები. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. მოგესალმებით, საკმაოდ დიდი ინტერესია ამ თემასთან დაკავშირებით. ინფორმაცია კი პრაქტიკულად არ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, არც ლიტერატურა მოიპოვება ქართულენოვანი. მხოლოდ რაღაც მიზერული მასალა, რომელიც მიმოფანტულია სხვადასხვა ფორუმებზე და ხშირ შემთხვევაში ეს მასალა არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას. ამიტომ შევეცდები ეტაპობრივად აუხსნა დაინტერესებულ ადამიანებს ზოგადად ბაზიერობის არსზე, მის დანიშნულებაზე, მტაცებელი ფრინველების მნიშვნელობაზე, მის როლზე ეკოსისტემაში და ზოგადად ბაზიერობაში. და ეტაპობრივად შევეცდები განხილვა გავაკეთო სხვადასხვა მტაცებელ ფრინველებზე, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება სანადიროდ იქნება ეს თუ უბრალოდ შოუსთვის იქნება თუ პესტ კონტროლისთვის. ეტაპობრივად მივყვებით და ჩემს არხზე დაიდება განხილვები. ამიტომ გირჩევთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბრო და პრაქტიკულად განახოთ თანამედროვე ბაზიერობის პრაქტიკულ გამოყენებაზე დღევანდელ რეალობაში, თუ როგორ განიცადა განვითარება ამ ნადირობის უძველესმა ხერხმა, რომელიც დღეს უკვე მრავალპროფილურია და არ გამოიყენება მხოლოდ ნადირობისა და ნადავლის მოპოვების მიზნით, არამედ ბაზიერები მტაცებელ ფრინველებს იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის, როგორიც არის მაგალითად პარკების დაცვა სხვადასხვა ფრინველებისგან, რომელიც დისკომფორტს უქმნის არხში მოსიარულე და დამსვენებელ ადამიანებს, მათი გადაჭარბებული პოპულაციიდან გამომდინარე, ისინი საფრთხეს უქმნიან არხში დამსვენებელ ადამიანებს, დისკომფორტს უქმნიან, ასევე ისინი საფრთხეს უქმნიან მაგალითად ისეთ ფერმებს და საწყობებს, სადაც ადამიანებს მოყავთ მაგალითად სხვადასხვა მარცვლეული კულტურები, როგორიც არის მოცვის პლანტაცია, როგორიც არის ზესუმზირის პლანტაცია, როგორიც არის ბალის და სხვადასხვა
ხეხილის პლანტაციები. ადამიანებმა ძალიან დიდი ხანი მოანდომეს იმაზე ფიქრს, თუ როგორ გადაეჭრათ ეს პრობლემა ცივილურად, ჰუმანურად, ყველანაირი იარაღის და ასე ვთქვათ, სისხლის ზღვრის გარეშე, მაგრამ ყველა მცდელობა, რომელიც მათ აქამდე გამოიყენეს, აღმოჩნდა უშედეგო, იმიტომ რომ ფრინველებმა ეს ხდება შოშია, შაშვი თუ სხვა ყვავი თუ სხვა ფრინველები გაიარეს ადაპტაცია, ისწავლეს ადამიანის ხრიკები და უკვე ეს მათზე აღარ მოქმედებს და ეს უკვე აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც იყო მისი პირველადი გამოყენებისას. ისინი მაინც განაგრძობდნენ ასე ვთქვათ, მოსავლის განადგურებას. და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებდნენ ფერმერებს და იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ფლობს ამ კულტურებს და ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის მტაცებელი ფრინველი. და რატომ მაინდა-მაინც მტაცებელი ფრინველი? იმიტომ რომ ბუნებაში მტაცებლისა და მსხვერპლის ინსტინქტი ეს ისედაც არსებობს და მსხვერპლს ინსტინქტურად ეშინია მტაცებელი ფრინველის. მის დანახვისას მსხვერპლი ყოველთვის ცდილობს დაიმალოს და გაერიდოს ტერიტორიას. ამ შემთხვევაში მტაცებელში იგულისხმება ნებისმიერი მტაცებელი ფრინველი, რომლის საკვებ რაციონს ბუნებაში ისედაც შეადგენს ჩიტები და სხვადასხვა ფრინველები. ეს იქნება ქორი, შავარდენი, მიმინო, გავაზი თუ სხვა მისნაირი მტაცებლები. ამიტომ მათ დაიწყეს ამ პრაქტიკის დანერგვა და ევროპაში დღეს ხშირად შევხვდებით მსგავს პრაქტიკას, სადაც ფერმერები ბაზირებთან ერთად იცავენ თავიანთ პლანტაციებს, რათა თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი ხარჯები და ასე ვთქვათ ის ზიანი, რომელიც შეიძლება მავნე ფრინველებისგან მიადგეს პლანტაციას. რა თქმა უნდა, კვლევებმა აჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტურია და მართლაც ეს ფრინველები, რომლებიც მასიურად ანადგურებენ მოსავალს, ასე ვთქვათ, მტაცებლის დანახვისას ცდილობენ, რომ გაერიდონ ტერიტორიას რა. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი პერიოდულად აგრძელებენ ამ ტერიტორიის სტუმრობას და მაინც ახერხებენ რაღაც ოდენობით მოსავლის განადგურებას, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც იყო მანამდე. შესაბამისად, ეს არის ყველაზე უტყუარი პრაქტიკა, რომელიც მუშაობს რეალურად და რომელსაც ანალოგი არ ყავს, ანუ შემცვლელი არ არსებობს. ბევრი რაღაც ცადეს თოფით დაშინება, ცადეს სხვადასხვა ხმოვანი საშუალებებით, სხვადასხვა მოწყობილობებით, რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაზე გამოსცემენ სხვადასხვა ხმებს, აი მაგალითად მტაცებლის ხმას. მაგრამ ამას დროთა განმავლობაში ფრინველი ეჩვევა და ესე იგი მაინც განაგრძობს. ხვდება, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს მისთვის და მაინც განაგრძობს თავის საქმიანობას შემოვა პლანტაციაში და როგორც შეუძლია ისე მაქსიმალურად მოკლე დროში ანადგურებს მოსავალს. როგორ ხდება მტაცებლის მიერ ამ ფრინველების დაშინება? მოკლედ რო ავხსნათ, შემიძლია გითხრათ, სანამ უშუალოდ პროცესზე გადავალთ, ჩვენ ახლა მივდივართ ჩვენს მეგობარ ბაზიერებთან, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ზუგდიდში, ერთ-ერთ მოცვის პლანტაციაში, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და სადაც რაც შეეხება საქართველოში ამ პრაქტიკას, მტაცებელი ფრინველებით ასე ვთქვათ
პლანტაციების დაცვას. ხო, მტაცებელი ფრინველები არა მარტო გამოიყენება ამ პლანტაციების დასაცავად, არამედ მტაცებელ ფრინველებს იყენებენ ბევრ სხვადასხვა პრაქტიკაში, ასე რომ ვთქვათ, და ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით. მაგალითად, ერთ-ერთი დანიშნულება არის აეროპორტებში, ასე ვთქვათ, ასაფრენი ბილიკების კონტროლი, მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი და გაწმენდა სხვადასხვა ფრინველებისგან, ვინაიდან ვიცით, რომ ფრინველები ძალიან დიდ პრობლემას უქმნიან და ხშირ შემთხვევაში ფატალურად თავდება ხოლმე მათი, ასე ვთქვათ, თვითმფრინავთან შეჯახება. ყოფილა ამის არაერთი შემთხვევა, როდესაც რიხვების გუნდით დაეტაკა მაგალითად თვითმფრინავს, დაზიანდა ძრავი და მაგალითად ხშირია ესეთი შემთხვევები რა, ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად ისევ და ისევ ადამიანები მიმართავენ ბაზიერებს, რათა ეს პრობლემა მოაგვარონ. როდესაც ასე ვთქვათ, ბაზიერი აეროპორტში მუშაობს, ის აკონტროლებს ასაფრენ და დასაფრენ ბილიკებს, აკეთებს ყოველდღიურ მონიტორინგს, აღრიცხვას, აფასებს სიტუაციას და შესაბამისად ახდენს ტერიტორიის გასუფთავებას და დაცვას, რათა გამოირიცხოს და მინიმუმამდე დავიდეს მსგავსი შემთხვევები, რომ თავიდან ავიცილოთ ეს კატასტროფა, შესაძლო კატასტროფა რა. ხშირი პრაქტიკა, ანუ რა თქმა უნდა, საქართველოში ეს პრაქტიკა არ არის ჯერჯერობით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე მოვა ის დრო, როდესაც დადგება ამის აუცილებლობა. შეიძლება არის კიდევაც დამდგარი, მაგრამ რეალურად ამაზე არავინ არ საუბრობს და ჯერჯერობით არ ყოფილა ამ თემაზე მკაფიო ინიციატივა და საუბარი და მზაობა არც ერთი აეროპორტის მხრიდან, რომ მათ აქვთ რეალურად ეს პრობლემა, არა და რეალურად ეს პრობლემა არსებობს. თუნდაც ბათუმის აეროპორტი, თუნდაც ქუთაისის ან თბილისის აეროპორტი, სადაც ეს პრობლემა ნათელია და მწვავეა, იმიტომ რომ ბათუმის აეროპორტი განსაკუთრებით, იმიტომ რომ მიგრაციის მთავარ ზოლზეა და მან საშემოდგომო და საგაზაფხულო მიგრაციაზე ეს პრობლემა მწვავე და ნამდვილად აწუხებთ მერცხლები, აწუხებთ სხვადასხვა სახეობის ფრინველები, განამფრენი ფრინველები, რომლებიც მილიონობით ვიფრინავენ იმ ტერიტორიაზე, აეროპორტის ტერიტორიაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამის გადაჭრის ეფექტური გზა არ აქვს, იმიტომ რომ არ თანამშრომლობენ ბაზიერებთან, არ თანამშრომლობენ შესაბამის ადამიანებთან, ვინც მოაგვარებს ამ პრობლემას. იმიტომ რომ რეალურად არ წარმოშობილა ამ პრობლემის მოგვარების მზაობა მათ მხრიდან. ასევე მსგავსი პრობლემები აწუხებთ საწყობებს, პორტებს, როგორც საბაჟო ისე კერძო საწყობებს, ღია და დახურულ საწყობებს, სადაც ისეთი ფრინველები, როგორიც არიან ბეღურა და სხვადასხვა მწვრილი ჩიტები, მტრედები მაგალითად, აღწევენ ამ საწყობებში და თავიანთი ფეკალური მასების გამოყოფის შედეგად აზიანებენ სხვადასხვა ტვირთებს, როგორც კერძო ისე სახელმწიფო ტვირთებს, მაგრამ რეალურად ამის გადაჭრის ეფექტური გზა დღემდე არ არსებობს და ვერ წვიტავენ თვითონ, იმიტომ რომ
არის ინფორმაციის დაკლებობა და არ არსებობს შესაბამისი მზაობა მათი მხრიდან, რომ ითანამშრომლონ ბაზიერებთან, რომლებსაც რეალურად შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება თავიანთი დაწესებული ფრინველებით. მაგრამ მათ ურჩევნიათ, რომ ესე რაღაც ერთჯერადი სახით და არა პრევენციულად ასე დაგეგმილად რაღაც კომპლექსურად იმუშაონ პრობლემასთან და აღმოფხვრან ეს პრობლემები, ესეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ადამიანები ამით კიდევ და კიდევ უფრო დაინტერესდებიან და შესაბამისად მოგმართავენ დახმარებისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა მზად ვიქნებით შესაბამისი სამსახური გავუწიოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რადგან არ არსებობს ბუნებაში მტაცებელზე უფრო ეფექტური საშუალება ამ პრობლემასთან საბრძოლველად. კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ მტაცებელი ფრინველი არის ერთადერთი ბუნებრივი, ყველაზე ჰუმანური დაცვის საშუალება, იმიტომ რომ ბუნებაში ინსტინქტურად ეს ფრინველები და ეს მავნებლები ინსტინქტურად განიცდიან შიშს მტაცებლების მიმართ და ცდილობენ გაერიდონ ტერიტორიას მათი გამოჩენისას. მოკლედ გამარჯობათ კიდევ ერთხელ. საბოლოოდ როგორც იქნა ჩამოვაღწიე მოცვის პლანტაციაში ზუგდიდში და ახლა მინდა უკვე გაგაცნოთ ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაკაცები, ჩემი ბავშვობის ასე ვთქვათ ამ საქმის გამზიარებლები დავითი, მოგმარჯოს დავით. გამარჯობათ. და მოგესალმებით. ლევანი, დობა აქეთ რომ გამოიწვიოთ ცოტა რომ ერთად ჩავეტიოთ კადრში. კი ბატონო. მოკლედ, აი ეს ხალხი როგორც გიყვებოდით პლანტაციის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცვის პლანტაციის დაცვაში უშუალოდ ეს ადამიანები ღებულობენ მონაწილეობას. თქვენ ხედავთ კადრში იმ მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც დათო და ლევანი იყენებს კონკრეტულად ამ ფერმის დასაცავად და იმ ფრინველების დასაფრთხობად, რომლებიც ანადგურებენ მოსავალს. უშუალოდ სანამ ფრინველების გაცნობაზე გადავალთ, ამას თვითონ დათო და ლევანი გაგვაცნობენ, მანამდე მინდა 1-2 სიტყვით აღვნიშნოთ და ვისაუბროთ ამ პრაქტიკაზე, რა პრაქტიკაც არსებობს მსოფლიოში ზოგადად მტაცებელი ფრინველით მსგავსი ფერმებისა და პლანტაციების დაცვაზე და ლევან თუ შეგიძლია რომ აგვიხსნა და გითხრა როგორ ხდება ევროპაში და აგერ დათოსაც რომ კითხოთ იგივე, იმიტომ რომ ვიცით რომ გვაქვს ჩვენ ეს გამოცდილება, ხართ ევროპაში ამ სფეროში მიგიღიათ მონაწილეობა და იქაც ანალოგიურად ასე ვთქვათ გიმუშავიათ და მინდა რომ დავიწყოთ და პრაქტიკა იქ ევროპაში და როგორ ხდება საქართველოში ჩვენთან ამის დანერგვა და როგორ მუშაობს, რომ შევადაროთ და პარალელები გავაკეთოთ. მოკლედ შეიძლება ეს საქართველოსთვის ესე ვთქვათ ძალიან სიახლე იყოს ესეთი ტიპის სამუშაო შესრულება, თუმცა მინდა გითხრათ რომ პირველად ბაზიერებმა ესე ვთქვათ თავისი პროფესია გამოიყენეს, ეს იყო ინგლისში 1960 წელს. პირველად დაინერგა ეს პრაქტიკა ჰითროუს აეროპორტში, მოგეხსენებათ ფრინველები დიდ პრობლემას ქმნიან თვითმფრინავებისთვის, როდესაც აფრენის დროს შეიძლება დააზიანონ ძრავი და ძალიან ცუდი შედეგები და დამთავრდეს და 60-იან წლებში დაიწყო ეს პირველად ესე ვთქვათ პრაქტიკა დაინერგა, შემდეგ მან პოვა განვითარება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, პირველ ეტაპზე ეს იყო აეროპორტები, შემდეგ უკვე ჩრდილოეთ ამერიკაში დაინერგა ეს პრაქტიკა, როგორც კანადაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს ფაქტიურად მთელ მსოფლიოში ყველა აეროპორტში არსებობს ბაზიერთა სამსახური, სადაც ბაზიერები მუშაობენ. სამწუხაროდ საქართველოში დღემდე ეს საკითხი არ დგას, არ არის აქტუალური. არ ვიცი რატომ, რა მიზეზები არის ამისათვის, მაგრამ თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო უსაფრთხოდ ვიფრენთ ქართველები. კი ბატონო და ამ პრაქტიკასაც გაიზიარებს სხვა მაგალითად პლანტაციებიც.
მაგრამ არ არის მხოლოდ აეროპორტებში ეს, შემდეგ დაინერგა ეს ესე ვთქვათ სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე ვთქვათ ძალიან ბევრი ქარხანა ფაბრიკებში, სადაც ფრინველები ქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს, ყველაზე ეფექტური და ყველაზე ესე ვთქვათ ეკოლოგიურად ესე ვთქვათ არანაირი ზიანის მიმყენებელი არის ბაზირობა და დავიცი სიტყვის ალბათ დასუფთავების სამსახური არ დაგვოვიწყდეს ნაგავსაყრელებზეც ასევე ნაგავსაყრელზე ძალიან ესეთი თემაა რომ 1000 სხვადასხვა გადამფრენი ფრინველები თვითონ თავს იყრიან ამ ნაგავსაყრელზე და არის ყველგან მაგის პრაქტიკა რომ დაცული იყოს მოკლედ მაინც ნაგავია რა და ფრინველი არ უნდა ჩავიდეს შიგნით ეს ფრინველი მე სად გადაფრინდება და რა დაავადებას წაიღებს იმ რა ქვია ნაგავსაყრელიდან კაცმა არ იცის ნუ მოკლედ ჩვენ ალბათ ეტაპობრივად ნელ-ნელა დავიწყეთ ახლა მოცვის პლანტაციაზე ჩვენი საქმის ჩვენება პლანტატორებისთვის ჩვენი შედეგების დადება ამ პლანტატორებისთვის ჩვენება იმისა რომ რაოდენობა დიდია ბაზიერთა დამსახურება პლანტაციის ჯამრთელი იმის რა ქვია ნაყოფის მიღებისთვის და ნაყოფის რაოდენობისთვის რა ანუ ის ფრინველი აქ სათამაშოდ არ შემოდის ის ფრინველი აქ შემოდის კონკრეტული საქმისთვის რამენაირად შეჭამოს მოცვი აიღოს და რომელსაც ვერ ჭამს ის გაანადგუროს შეჭამოს ერთია და რომელსაც ვერ ჭამს იმას აზიანებს რა კიდე თან რომელიც არ მოეწონება ნაყოფი რა ან ვერ არის ბოლომდე დამწიფებული ან რაღაც და ხელს უშლის მის განვითარებასაც ხელს უშლის ამდენ ნაშრომსაც და ამ ხალხის ჩადებულ შრომას რა ხო მოკლედ ჩემი შეკითხვა იყო ესეთი რომ მაინტერესებს როგორ იყო ანუ თქვენ მოსვლამდე რა სიტუაცია იყო ზოგადად პლანტაციაში აი მოცვის პლანტაციაში თქვენი მოსვლის შემდეგ როგორ შეიცვალა სიტუაცია აი ეს განსხვავება ის ეტაპები რა ეტაპებიც გაიარეთ თქვენ აი ამ ფრინველებთან ერთად გავაზთან და შევარდენთან ერთად ნუ ფრინველებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და გეტყვით რომელი ფრინველია მის თავისებურებზე, მის პლუსებზე, მინუსებზე არ ვისაუბრებთ. ხო, ყველაფერზე ეტაპობრივად მოგახსენებთ, მის პლუსებზე, მის დადებით თვისებებზე, მინუსებზე, იმიტომ არ გესაუბრებით, რომ მინუსები ამ ფრინველებს არ აქვთ და მოკლედ მაგას ცოტა მოგვიანებით ეხლა უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს როგორ გაიარეთ ეს ეტაპი, ადაპტაციის ეტაპი და შედეგი როგორია, ანუ თქვენი თვალით დანახული და რა თქმა უნდა ამის შესახებ რო გითხრათ პირველი შეხვედრის დღეს როდესაც ესე ვთქვათ გავეცანით ტერიტორიას ეს იყო უბრალოდ დათვალიერება შეფასება ტერიტორიის თუ რომელი მხრიდან იყო ყველაზე მეტი შემოტივაჩიტების რომელ ესე ვთქვათ სექციაში იყო ყველაზე მეტი დაზიანება აი ხა ჩვენ სადაც ვიმყოფებით აი შეგვიძლია ვანახოთ ეს ერთ-ერთი ყველაზე საადრეო ჯიში იყო და აი აქ შემოვედით ფაქტიურად არც ერთი ზოლი არ იყო სადაც ნაყოფი არ იყო დაზიანებული მოგეხსენებათ აქ გვერდზე არის თხილის პლანტაციები, უკან თხილის პლანტაცია არის, ასევე ტყე ახლოს არის და ასე ვთქვათ, ჩიც აქვს კარგი საბუდარი ადგილები და შესაბამისად ეს იყო ყველაზე ერთ-ერთი ცხელი წერტილი პირველ დღეებში. რა თქმა უნდა, შეფასების შემდეგ უკვე დაიდო დასკვნა მეპატრონესთან თუ როგორი ტიპის მუშაობა უნდა ჩატარებულიყო და ეტაპობრივად დავიწყეთ და ასე ვთქვათ ნაწილობრივ ესე ვთქვათ რომ გადავედით უკვე აქტიურ მუშაობაზე, როგორც კი მოცმა ესე ვთქვათ დაიწყეს კრეპა ვთქვათ აქ პლანტაციაში ჩვენ უკვე მუშაობთ. უმჯობესია საერთოდ სანამ დამწიფებას დაიწყეს და სანამ შეეჩვევა ანუ ესე ვთქვათ საკვებ ბაზას, მანამდე დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ არ მიცეჩიც იმის საშუალება რომ ჩათვალოს მანუ აქ არის უსაფრთხო. იმას მინდა კიდე ხაზი გაუსვა რომ ვინმეს არ ეგონოს რომ ჩვენ ესე ვთქვათ ამ ჩიტებს ვიჭერთ ან ეს ფრინველი კლავს ამ ჩიტს არანაირად საქართველოს კანონმდებლობით საფულის პერიოდში ნადირობა აკრძალულია და ეს არის უბრალოდ აფრთხობის მეთოდი ეს ფრინველები არ არიან მონადირე ფრინველები ფრინველებიან საშენიდან არის დაგეშილი კონკრეტული საქმის შესასრულებლად ანუ ის უბრალოდ დაფრინავს და უბრალოდ იმ ჩიტებს აქვს გენეტიკური შიში მტაცებელი ფრინველის მაგრამ ამ მტაცებელ ფრინველს უნდა იფრინოს შესაბამისად ანუ მან უნდა იფრინოს ის რო თითქოს და ის ნადირობს. კი ბატონო, იმიტაცია უნდა შეიქმნას იმისა რომ მტაცებელი ეგრეთ წოდებული ირაოს აკეთებს და მსხვერპლი მისი პოტენციური მსხვერპლი ამ შემთხვევაში
კონკრეტულად აქ რა ტიპის ფრინველი პრობლემასთვის ეს არის წლიპა, ეს არის შაშვი, ეს არის ჩხართვიც, ყვავიც ალბათ. ასევე ეს იყო ჩხიკვიც, ხო. ყვავებიც იყო სხვადასხვა, თუმცა ყვავეზე ცოტა პირველ დღეებში გავიჭირდა, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი სოციალური ფრინველებია და მაგრამ რომ ნახეს სისტემატიურად აქ კაცებელი ფრინველი დაფრინავდა და საფრთხეს უქმნიდა, ნუ თქვათ პირველ რიგში მაგათმა დატოვეს. კი ბატონო. ხო, ნუ ეს ფრინველები ახლა რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ არის პოტენციურად, ანუ ბუნებაში მტაცებელი ფრინველი თავისთავად შეადგენს მის საკვებ რაციონს, ხო, ანუ ბუნებაში ისინი ისედაც მოიპოვებენ ამას ადამიანის ჩარევის გარეშე, ისინი ნადირობენ და ანუ ყოველდღიური თუ არა, შეიძლება ყოველკვირეული და ყოველთვიურ რაციონში მაინც შედიოდეს. ჩხიკვი იქნება, ჩხართვი თუ სხვადასხვა ფრინველი ჩვეულებრივად შედის როგორც შევარდნის, როგორც გავაზის, ასევე სხვადასხვა მტაცებლის რაციონში და ანუ სწორედ როგორც შენ აღნიშნე ლევან, ანუ ეს არის ინსტინქტურ დონეზე, ანუ მსხვერპლი ინსტინქტურად, როდესაც ხედავს მტაცებელს, უკვე ტვინში ავტომატურად გენეტიკურად ხო, ანუ ეშინია და ავტომატურად ტვინი აძლევს ბრძანებას, რომ უნდა გაერიდოს ტერიტორიას. სწორედ ეს ამიტომაა ეს მე ვთვლი, ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური განსხვავებით სხვა საშუალებებისგან, როგორც არის მაგალითად თოფი, მე ვისაუბროთ ამაზეც, რომ ანუ იყო ამის მცდელობები, მაგრამ არა შედეგიანი, ხო? თოფი ეჩვევა, ანუ ადაპტაციას გადის ფრინველი. ანუ თავიდან პირველ ეტაპზე ხა არის ეგ საქართველოში პირველ წლებში დანერგეს დათოს ჰქონდა იდეა შემთხვევა პოლონეთში, სანამ ასე ვთქვათ, აქ დაიწყება დავითამ ბატონი დავითი მუშაობას. ჰქონდა პრაქტიკა პოლონეთში, იქაც არის ესე ვთქვათ გაზის ესე ვთქვათ აუზებია სპეციალური ყენდება რაღაც აპარატზე, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში ესე ვთქვათ რაღაც გასროლას აკეთებს, ხმოვანი ესე ვთქვათ აფეთქების ხმა არის და პირველ ეტაპზე ჩიტმა არის ის რა არის და ეშინია რაღაც რამოდენიმე დღე, თუმცა მე ხვდება რომ ამითი არანაირ საფრთხეს ესე ვთქვათ აწარმოადგენს უბრალოდ ხმა არის და ეჩვევა და ბოლოს ანუ ესე ვთქვათ ჩვენთან მოვიდა გვერდზე არის კიდე ერთი პლანტაცია მოსვის რა და მოვიდა ის მე პატრონი ვინც არის პატივცემული და კაკრას მაგას უყენია ის გაზის აპარატი რომელიც რაღაც ინტენსივობით და რაღაც ინტერვალით გაისვრის ხოლმე რა. საკმაოდ ისეთი ხმა აქვს, მუქუხარე, მჭექარე და ადამიანმა გვითხრა, ხა ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო, მაგრამ მისი გულის ტკივილი გვითხრა, რომ მაქვს ეს აპარატი და არა ეფექტური. ტყუილად ვიყიდე, ფული გადავყარე რა. და აქ რო შემოიხედა, აქ ჩვენ სადაც ვაკონტროლებთ აქ პლანტაციაზე დაინახა შედეგი, ხო? გაოგნებული დარჩა რა. კი ბატონო. მოკლედ განასხვავა თავისი პლანტაცია, თავის ფრინველებიან, თავის რა ქვია, კულტურული მარცვლეულისგან, რა ქვია ამას, კენკრისგან. განასხვავა მეორე პლანტაციაზე რა ხდებოდა. კი ბატონო, ანუ შეუერაღებელი თვალითაც თვალსაჩინოა, ესე იგი, რომ ანუ შედეგი არის და რეალურად ანუ ეს არ არის რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება, ესა აპრობირებული მსოფლიოში, ეს დანერგილია და რეალურად ასე. უბრალოდ ეხა სანამიტიროს დავეწევდი, ხო ნახე ფრინველი ვაფრინეთ დაიბრუნდა და დაატარე და ნახე აბა სადმე თუ არის. კი ბატონო, მე უშუალოდ უკვე ვნახოთ ადგილზე, ანუ მასაც მოცვაც გავხედოთ, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მოდი აბა გაგვაცანით ორიოდე სიტყვა ფრინველებიც გავიცნოთ და მათ სპეციფიკაზე, რატო გავაზი, რატო შევარდენი და აი სხვა რომელ ფრინველს გავუწევდით კიდევ რეკომენდაციას, ანუ რომელიც წარმოგიდგენიათ ამ საქმისთვის, ასე ვთქვათ, ხო შედეგის მომცემად და ნუ ორიოდე სიტყვით ამაზეც რო ვისაუბროთ, მოდი დავით შენ გვესაუბრე შენს ფრინველზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გავაზი. საკმაოდ კი არა და რავი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფრინველი დამჭერდა ბაზიერისთვის გამოსაყენებ ფრინველებს შორის. ძალიან კარგად ადაპტირდება, მოკლედ ერთხელ რო რაღაცას ასწავლი, იმის შემდეგ თუ ადამიანთან კარგად მოჩვეულია, თუ შესაბამისი ბაზიერი ყავს. და ის გავლილია, ხო? შესაბამისი პატრონი ყავს და ნორმალურ ხელში აღიზარდა, გაიზარდა და ისე ცოდნა კი ბატონო. რა ქვია, სწორად მიდგომა თუ შეგიძლია ფრინველთან, ხუის კვალიფიკაცია შეგვიძლია ვთქვათ. რასაც ასწავლი აბსოლუტურად
მოკლედ გადავდივართ ახლა უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე, სადაც ჩვენ ნახავთ კაცებელი ფრინველის მიდის მზადება, ხო? ნუ მოკლედ ახლა პროცესი ეს დაიწყება, ახლა პირველ ეტაპზე უნდა ვნახოთ ფრინველის წონა, რამდენად ისე ვთქვათ, იმ წონაზეა, რაც მისთვის იდეალურია საფრენად. ანუ ფრინველის ჯანმრთელობა, მისი წონის კონტროლი აუცილებელია. ავიყვანთ ჯერ ფრინველს. სწორ ზედაპირზე უნდა დაიდოს. ხო, რა წონაზე აფრენ ხოლმე შევარდეს, რა უნდა იყოს ისე ოპტიმალური. ნუ ეს გააჩნია ფრინველს, ეხლა ამ შემთხვევაში ეს არის 460 გრამი, ნუ დაახლოებით 460-დან 480 გრამამდე მისთვის არის იდეალური, ესე ვთქვათ, საფრენი წონა. შემდეგ ეხლა ფრინველის წონა გაგებული გვაქვს, რომ ნორმის ფარგლებშია. არ არის ზედმეტი, არ არის ნაკლები. და აუცილებელი კიდევ ესე ვთქვათ, ესეთი ატრიბუტი, რომლის გარეშედაც ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესე ვთქვი, ეს არის გადამცემი უნდა დავუყენოთ. ეს არის გადამცემი, რადიო გადამცემი, განაგეთ ფრინველს ენდება სპეციალურ სამაგრზე რა და ხა პირველ ეტაპზე ამას რო ესე ვთქვათ, ჩავთავთ. უნდა დაიწყოს ციმციმი. ეს გვანიშნებს რომ მუშაობს. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში აუცილებელია მისი ეხლა ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თავისი კონტროლის არეალი აი სრულ პლანტაციას მოიცავს. ისეთი სიმაღლეა გაკრეფილი ფრინველს, რომ უკვე მთლიანად კონტროლის ქვეშ ყავს მთლიანი პლანტაცია რა. ეგ არის აქ აქტუალური. ლევანის ხმაზე გააქტიურდა გავაზით. მოვამისი ჯერით. ფაქტიურად ირგვლივ ჩიტის ჭაჭანება არაა, როგორც იტყვიან. ყველაფერი დაიმალა, მარტო დაფრინავს ჩვენი შევარდენი, რომელიც ასრულებს მის საქმეს იდეალურად. თავარი მიზანი და არსი რაც არის ამ ყველაფრის ის რომ ფრინველი გაერიდოს პლანტაციას შესრულებულია და ეს ინსტინქტი მუშაობს კაცებრისა და მსხვერპლის და რა თქმა უნდა ეს პერიოდულად აუცილებლად საჭიროა რომ თავი შეახსენოს კაცებელმა რომ ის არის აქაურობის ასე ვთქვათ ბატონ პატრონი მარეგულირებელი და ის განაგებს აქაურობას და ეს პერიოდულად ამის შეხსენება საჭიროა ამ მავნე ჩიტებისთვის რომლებიც აზიანებენ პლანტაციას ამიტომ არის ეს სისტემატურად ისეთი ფრენები აუცილებელი. კი ბატონო მასე. ჩვენ ახლა გადავიდეთ მარცხენა სექტორში. აქეთ სამაციურო კომპლექსია. მაგის წინ არის დაუკრეფავი, არა და ერთხელ დაკრეფილი, რა ქვია, მოცვი და კიდე მწიფობაშია. ეს ბაზირობა მოცვის პლანტაციაზე არის ფრინველების დაფრთხობის ყველაზე ჰუმანური, ყველაზე აპრობირებული, მოკლედ და ყველაზე ეფექტური
საშუალება ფრინველებისგან რო თავი დავიცვათ. ანუ იმ ფრინველებისგან დავიცვათ თავი, რომელიც ანადგურებს ჩვენს კენკრას. კი ბატონო. კონკრეტულად მოძს. კი ბატონო, და ეს არის თქვენი სახე, იმიტომ რომ ეს კონკრეტულად ეს მოცვი გადის ექსპორტზე და შესაბამისად წარმოაჩენს საქართველოს ეტიკეტს, საქართველოს და აუცილებელია რომ სოფლიოში გავიდეს ხარისხიანი პროდუქცია. სწორედ ამას რა თქმა უნდა, ეგ არის ჩვენი სიამაყე. რაც უფრო ხარისხიანი პროდუქტი გავა საქართველოდან. კი ბატონო, ევროსტანდარტების შესაბამისად. დიახ. მოვიდა ახლა უკვე იალა. კი. მე ახლა ცოტას გადავიწევი, თქვენ დაინახავთ ყველაფერს რა. Hop. 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 Hey! Hey! Hop! საკმაოდ რთული პროცესია ეს არ არის თუმცა მაგის შენაკადები ხდება ენერგიის ძება ფიზიკასთან ეს ყველაფერი დამოხსნევა დაკავშირებული და ისე ვთქვათ სირთულეები არის თუმცა სწორ ხელში მწოდნებაზიერის ხელში შესაძლებელია ესეთი შედეგის მიღება. კი ბატონო, ანუ აი ამ ყველაფრის უკან ბექგრაუნდზე, როგორც ჟარგონულად რო ვთქვათ, უკანა ხედზე. ხო, უკანა ხედზე ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. ელემენტარულად რო წარმოვიდგინოთ, რომ
მთელი წელი გვიწევს ფრინველის შენახვა. შენახვას რო თავი დავანებოთ, შენახვაში მარტო არ იგულისხმება ფრინველის კვება, ხო და კვების ხარჯები. აქ არის health care, ესე რომ ვთქვა, ჯანმრთელობა ფრინველის, მისი მოვლა, ასე რომ ვთქვა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ასე ვთქვათ, განგურსაც, როგორ ხარისხიანად მოიწვიეთ ფრინველი განგუ, ანუ ხეს, ბუმბულს, რომ რა თქმა უნდა, ფრინველი უნდა შეხვდეს საუკეთესო კონდიციაში სეზონს, თავისი ბუმბულით, უნდა იყოს ჯანმრთელი და რა თქმა უნდა, ამას თავისი ცოდნა ჭირდება, ამასაც თავისი ხარჯები აქვს, დამატებითი მედიკამენტები, ვიტამინები, საკვები დანამატები და მოკლედ ერთ სიტყვით ეს არის ის პროცედურების მოკლე ჩამონათვალი, რომელსაც ბაზიერი თავის შეგირდთან ერთად გადის მთელი წლის განმავლობაში. არ არის ეს მარტივი საქმე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დასაფასებელია ეს, რა თქმა უნდა. დიახ, მეგობრებო, ზუსტად ეგრეა, როგორც იძახით რა. ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ძალიან რთული საქმეა, იქიდან გამომდინარე, რომ ამან ლაპარაკი არის, შენ თვითონ უნდა მიხვდე ამას, როდის რა ჭირდება, როდის რა პრობლემა აქვს, რა კუთხით მოუგვარო ეს პრობლემა, საიდან გამომდინარეობს ეს პრობლემა, ყველაფერს რო თავი დავან, ხო მართალია? მოდი. ეგრეა რა. როგორი კმაყოფილი ხარ? ლევანდელი? ძალიან კარგი რა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ისეთი ძალიან სიცხე იყო. ძალიან გადატვირთული ამინდი იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა. სრულად გაკონტროლდა მარცხენა ნაპირი, მარჯვენა ნაპირი შავარდენმა გააკონტროლა, მარცხენა ნაპირი გავაზმა გააკონტროლა. როგორც ხედავთ, ფრინველი არ გვაწუხებს რა. ანუ ის ფრინველი, რომელიც მოცვს ჭამს. ტერიტორიაზე არის. მოკლედ ესე დასრულდა ჩვენი დღევანდელი ვიზიტი. ჩვენს ფრინველებთან ერთად. ერთი სამახსოვრო სურათით